კითხვისთვის მზად ხარ? კი. დავიწყოთ. ვინ არის საქართველოში საუკეთესო ინფლუენსერი? ძალიან რთულია. პირველი ვინც გავახსენე. ერთ-ერთი საუკეთესო ესე ვიტყვი მაშინ. ელენიკო ფოქსი. ელენიკო ფოქსი. ბავშვობის სამი საყვარელი საჭმელი. დღემდე არის კაწკერი და პიურე, შემდგარი კარტოფილი და იყლიყო. იყლიყო, ძალიან კაი. კატლინ და პიურიც. და შემწვარი კარტოფილი. გეთანხმები, კარგი. ბიჭი გამომწერები უფრო მეტი ყავს თუ გოგო? გოგო. გოგო? რამდენი პროცენტი გოგო ყავს? მე მგონი 60-70 რაღაც ეგრე. მილიონი გამომწერი ინსტაგრამზე თუ ცეკვა მილიონი ადამიანის წინაშე? სოლო? ხო, სოლო. მაშინ მილიონი ადამიანის წინაშე. ხო? აუცილებლად, ძალიან მაგარი. შემოსავლის წყაროთი რა შეხედო სამომავლოდ. შემოკარგო მილიონი ადამიანის წინაშე თუ მოცეკვებ, მე მილიონი მექნება, მაგრამ კი, მაგრამ მილიონი გამომწერი როცა გიყოლება. მილიონი გამომწერი მეყოლება. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. კი ბატონო. მაგიტომ. ყველაზე უცნაური კომენტარი რა დაუწერია ჩემთვის? ყველაზე უცნაური კომენტარი როგორი განიერი თეწვები გაქვს. რა გჭირდება ქალებს, ბავშვები გვაქვს დასაყრელი რა ვქნათ. რა ცუდი კომენტარი. ცა. ეგ რა არის? TikTok-ი რო ადამიანი იყოს. ეხლა რას გვეთყოდა? ვერ ვიტყვი, მაგას სტუდაადე. კი. თქვენ აი, პაპატი, ეს სტუდაადე. აი, უეჭველი მაგას გვეთყოდა, ისეთი რაღაცეები ხდება TikTok-ზე. აჰა. საკვი შესრულების დროს ხასიათს რამდენი პროცენტი მიდაქვს? შესრულების დროს ხასიათს ალბათ 50-50-ზე. 50-50. ხანდახან ხასიათზე ვარ ორიენტირებული, ხანდახან ტექნიკურობაზე, ამიტომ თუ ხასიათზე არ ვარ, შემიძლია ტექნიკურობით გავიტანო მაქსიმუმ. დეპრესიული ხარ? არა, საერთოდ. თქვენში მოხვალ? კი. გეუბნები? მე მგონი მან ვიქნები დეპრესიული. წარმატებები, მადლობა. ასევე.